ეტაპის აღწერა ხდება იმ დროის შუალედით, როდესაც აი ამ მეორე წერტილიდან აქილევსი რომ მივიდა, იგი მივა იმ წერტილამდე, სადაც პირველი ეტაპის შემდეგ იმყოფება Q. ხო, ბუნებრივია, ეს მანძილი არის უფრო ნაკლები, ვიდრე საწყისი პირველი მანძილი, აქილევსმა რომ გაიარა, და ამიტომაც აქილევსი ამ მანძილს გაივლის უფრო სწრაფად, მაგრამ აი ამ მცირე დროშიც ბუნებრივია, რახან Q მოძრაობს, იგი წაიწევს წინ. აი ამ ლოგიკით ჩვენ ამ ასეთი მსჯელობით შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს მსჯელობა, მაგრამ საინტერესო არის ისა, რომ ნებისმიერი აი ასეთი კადრი, კადრებად რო დავყოთ ეს პროცესი, ხო? ნებისმიერი ამ პროცესის შემდეგ ჩვენ ვასკვნით, რომ აქილევსზე წინ ყოველთვის იმყოფება Q. ეგ რას ნიშნავს, რომ თუ Q ყოველთვის წინ არის აქილევსზე, იგი აქილევსი ვერასოდეს ვერ დაეწევა